მივმართა 4 ოქტომბრის საქმის ადვოკატებს, რომ დაარწმუნოთ თქვენი დაცვის ქვეშმყოფები, რომ გააფორმოს საპროცესო გარიგება პროკურატურასთან. იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა გააკეთებს საჯარო განცხადებას, დადებს საჯარო პირობას, რომ საპროცესო გარიგება გულისხმობს ბრალის აღიარებას ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ მრავლდებელი მხარე ჩაუთვის უკვე გატარებულ დღეებს მოხდილ სასჯელად და გაანთავისუფლებს მათ საპატიმროდან. რატომ არის აუცილებელი საჯარო განცხადება? იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, რომ პროკურატურამ ზუსტად იგივე გააკეთა დაკავებულებთან, ფრიდომ ბუტეიშვილთან, რამდენიმესთან და შემდეგ უკვე საპროცესო გარიგება, როდესაც აღიარება მათგან მიიღო, საპროცესო გარიგება მათთან აღარ გააფორმა კი არა, უფრო მეტიც ფრიდომ ბუტეიშვილს 5 წელი მიუსაჯეს უმაღლეს სასჯელი. ისთვის. შესაბამისად, თუ საჯარო განცხადება გაკეთდება და ეს შეთავაზება საჯაროდ გაკეთდება, რომ იგივე არ განმეორდეს, ყველა დაკავებულმა, ვისაც ამის შანსი ექნება, რომ ციხე დატოვოს, საპატიმრო დატოვოს 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით განსაკუთრებით, უნდა გამოიყენოს ეს შანსი. რატომ? იმიტომ რომ ამ დაკავებულების თითქმის ყველა 90% არის სოციალურად დაუცველი. თითქმის ყველა, აი რაც არ უნდა დაუჯერებლად ჩაერთეს, რასაც გეუბნებით, სახლში ყავს უმძიმესი ავადმყოფი. ან თავად არის ონკოპაციენტი და ჩვენ ყავს ასეთი პატიმრები, თანამებრძოლები, ან ოჯახის წევრები ყავთ ონკოპაციენტები, ძალიან მწვავე დიაბეტით ასევე და ასევე ორ სხვა მძიმე დიაგნოზი აქვს, ისევე როგორც ერთ-ერთ დაკავებულმა მხედველობა დაკარგა დაჭერის შემდეგ და მოკლედ მძიმე მდგომარეობაში არიან ჯანმრთელობის თვალსაზრისით, თითქმის ყველა მათგანი ერთადერთი შემოტანი იყო ოჯახში და ერთადერთი ვინც ფინანსურ უზრუნველყოფას აკეთებდა და ამიტომ მოკლედ ეს ხალხი უნდა დავარწმუნოთ, რომ გარეთ გამოვიდნენ, საპროცესო გარიგებები გააფორმონ და არავინ მათ უკან დახევაში და არ ვიცი, არ ჩაუთვლის არც წაგებაში და აი პირიქით, ჩვენ ვართ მადლობლები, როგორც იბრძოლეს, ჩვენ ვართ მადლობლები ყველა გატარებული დღისთვის ციხეში და ახლა ისინი უნდა დავარწმუნოთ, რომ საპროცესო გარიგება გააფორმონ და გარეთ გამოვიდნენ. ისევე როგორც პროკურატურისგან უნდა მივიღოთ გარანტიები, რომ არ მოხდება მორიგჯერ მათი მოტყუება და შეცდომას შეყვანა.